მე თუ მკითხავ ყველა ადამიანმა 17 წლის ასაკში თავი უნდა მოიკლას. ამის მერე მხოლოდ იმედ გაცრუება გელოდება და მეტი არ არის. ტკივილი როგორც ახალგაზრდობის თანდევი მოვლენა. სამეფო უბნის თეატრი ყველა დროის ახალგაზრდებში არსებულ აქტუალურ პრობლემებს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ფერდინანდ ბრიუკნერის პიესით ტკივილი არის ახალგაზრდობაში ახსენებს. 1923 წელი ვენა, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი დეპრესია და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთა საერთო ბედისწერა უიმედობაა. ვენის უნივერსიტეტის ჰოსპიტალად ქცევის შემდეგ გამოვლილი სტრესის შედეგად მომავალი ექიმები საკუთარ თავს დიაგნოზად ახალგაზრდობას უსვამენ და სახიფათო თამაშების თანხლებით ანადგურებენ მას. პოსტომის ფსიქოზი და თაობებს შორის მარადიული დაპირისპირება სპექტაკლის მთავარ კონცეფციას წარმოადგენს. ბავშვობა მოგენატრა? სირბილე და სითბო. მე არა. დღევანდელი დღით ყმაყოფილი ვარ. ეს ხალხი ხვდება, რომ მათ არ აქვთ მომავალი, რომ მათ არ აქვთ უფლება იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იფიქრონ და ერთადერთი რაზეც უნდა იფიქრონ არის გარკვეულწილად აშენება იმის, რაც მათ მშობლებმა დაანგრიეს. მათი უნივერსიტეტები არის გადაქცეული რაღაც ბანაკებად, ვთქვათ, სადაც დაჭრილი ისინი არიან ჯარისკაცები, მოთავსებულები. და ამ დროს, როდესაც ხარ შენ სტუდენტი, უცბად ყველაფერი გეცვლება, წარმოიდგინეთ, ძალიან უცნაურ გარემოში ხვდები. არ ხარ მზად ამ ყველაფრისთვის და უცბად ეჯახები ამ რეალობას და როგორ პოულობ გამოსავალს. ანუ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამ პიესაში. გაიგონეთ რა გითხარით. ძალიან ლამაზი ხართ და თავს ნუ დააჭაბრინე. სპექტაკლში ხაზი ომისა და ზოგადად ცხოვრებისადმი სქესთა განსხვავებულ დამოკიდებულებას გაესმევა და სწორედ ამ იდეაზე აქცენტით თეატრი გარკვეულ ციკლს დაასრულებს. სამეფო უბნის თეატრისთვის სქესთა კონფლიქტი აქტუალური თემა ჯერ კიდევ ფრეკენ ჟულის განხორციელების დროს გახდა. შემდეგ კი ტრუელ ქალებში განცაბრდა. ციკლის დასკვნით ეტაპზე თეატრმა ჩვეულ ექსპერიმენტებზე უარი თქვა. ჩვენ ყოველთვის ესე ვთქვათ ინტერპრეტაციით კლასიკის ვიყავით დაკავებულები ან ყოველ შემთხვევაში ფორმის მხრივ ექსპერიმენტებს ვატარებდით და ვეძებდით გარკვეულ ენას, გარკვეულ ხმას. თუმცა აქაც ეს ამ ყველაფრის შეჯამება ხდება, ასე ვთქვათ და თუმცა ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ უკიდურესად ვერთგულებთ პიესას. ტროელი ქალების მსგავსად მრავალპლანიან სპექტაკლში განსაკუთრებული დატვირთვა ინტელექტუალურ მონოლოგებზე იქნება. ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც თან დროის მიღმა რჩება და თან აქტუალობას ინარჩუნებს, მაყურებელს სამეფო უბნის თეატრში ივნისის ბოლოს ელის. მორჩა სტუდენტობა. ამიერიდან ყველაფერი სერიოზულად იქნება. სარიელი სიტყვებია, თავს ნოიტყუებ.